ამ სპორტმა რეალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამ ქალაქის ქაოსი და ხმაურისგან ყველაზე ოპტიმალური და ყველაზე კარგი საშუალება არის, როცა ველოსიპედით ქალაქგარეთ გავდივარ. ყოველი ველო გასვლა, ყოველი ველო მოგზაურობა იქნება თუ ველო ვარჯიში ქმნის ახალ და პოზიტიურ განწყობას. მე ვარ ალექსანდრე გეგეჭკორი, 46 წლის ველო მარათონელი. პროფესიით ეკონომისტი, მყავს მეუღლე და 3 შვილი. ველო მარათონით ვარ დაკავებული 2019 წლიდან. მთელი ცხოვრება ვიყავი დაკავებული ჯანსაღი ცხოვრების წესით, ბავშვობიდან მიყვარდა ბუნება, მთაწმიდელობა, სამთო ნადირობა. 2017 წელს ერთ-ერთი მთაწმიდელობის დროს მივიღე მოხლის ტრავმა და ექიმის რჩევით დავიწყე ველოსიპედით ვარჯიში და აქედან მოვხდი ამ არაჩვეულებრივ ველო სამყაროში. და მოვლენები ისე განვითარდა, რომ ეს რუტინა უკვე გახდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. რეაბილიტაციის მიზნით ველოსპორტი თავიდან დავიწყე მოკლე მანძილებით და რომ შევატყო უკვე ასობით კილომეტრი არ წარმოადგენდა დიდ სირთულეებს. მივიღე მსოფლიო სერიის ერთ-ერთი უძველეს და ტიტულოვან ველომარათონში მონაწილეობა 1200 კილომეტრიანი მანძილი პარიზი, ბრესტ-პარიზი დაფარვის დრო 90 საათი. ეს ტურნირი ტარდება 1893 წლიდან და მანამდე არც ერთ ქართველს და ამიერკავკასიელს ამ ტურნირში არ ჰქონდა მიღებული მონაწილეობა. 2022 წელს მივიღე მონაწილეობა ბრიტანეთის მსოფლიო სერიის ველომარათონში ლონდონი, ედინბურგი, ლონდონი, სადაც გავხდი ფინალისტი, ასევე 1500 კილომეტრი. ურთულესი იყო პარიზი, ბრესტ-პარიზის ველომარათონი ჩემთვის, რადგან გამიფუჭდა ველო ნაწილი და აქედან გამომდინარე მივიღე ურთულესი მუხლის ტრავმა და ტრავმირებული მუხლით მომიწია დაახლოებით 600 კილომეტრის გავლა. მიუხედავად იმისა, ამ გავლილი ტურნირებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი სირთულეები ხდება ხოლმე, არასდროს არ მიფიქრია თავის დანებება, პირიქით ეს მაძლევს ძალას, რომ უფრო წინ წავიწიო და უფრო ახალი სირთულეები გადავლახო, როგორიც არის როგორიც ეხლა მაქვს დაგეგმილი მსოფლიო სერიის ერთ-ერთი ურთულესი ველომარათონი ტრანსიბერიკა 3000 კილომეტრი არის გასავლელი 2 კვირაში. აქედან დაახლოებით აღმართი არის 1600 კილომეტრი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების მხარდაჭერას. შვილებს ძალიან მოსწონთ, ბუნებრივია, უბრალოდ ყუპები ჯერ პატარები არიან. აი ანასტასია კი ზოგჯერ ჩემთან ერთად მოძრაობს, როცა ჩვენ ვიმყოფებით აგარაკზე. სპორტით დაკავება გვიან არასდროს არ არის, ნებისმიერ ადამიანს ურჩევდი, განსაკუთრებით ურჩევდი ახალ თაობას, სწავლასთან ერთად, შრომის მოყვარეობასთან ერთად იცხოვრონ მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრების წესი. მიუხედავად იმისა, აქტიურად სპორტი დავიწყე დაახლოებით 8-9 წლის წინ, დღეს ბევრად უკეთ, ბევრად უფრო ჯამრთელად გრძნობ თავს. ვიდრე მაშინ. ყველაზე სასიამოვნო ამ პროცესში ის არის, რომ დღითიდღე შენ აკვირდები შენ თავს და ხედავ როგორ ძლიერდები, როგორ ვითარდება შენი ორგანიზმი, შენი სხეული და ეს არის ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება, რაც კი შეიძლება უტოლდებოდეს თავისუფლებას.